ჩვენ გვაქვს დიდი მარხვა, განსაკუთრებით მარხვა არის დიდი მარხვა, ადრე ეკლესიაში მხოლოდ ეს დიდი მარხვა არსებობდა, არ იყო შობის მარხვა, პეტრე პავლოვის მარხვა, მარიამის მარხვა და ხო დიდი მარხვა იყო ეკლესიაში და ამიტომ დიდი მარხვის მსახურება ყოველწლიურად განსხვავებული მსახურება, ეს ყველაფერს განსხვავდებოდა ყველა დანარჩენი სხვა მსახურებებისაგან. არის 40 დღიანი მარხვა, რომელსაც ჩვენ ვიცავ და ნებიშვიდეული ცალკე სხვა მსახურება და განსხვავებული მსახურება ამ 40 დღიანი მარხვის შემდეგ. რატომ მნიშვნელოვანი ნებიშვიდეული? ეს არის მაცხოვრის სამქვეყნიური მიწიერი ცხოვრების მოღვაწეობის ბოლო კვირა, ურთულესი დღეები არის მაცხოვრისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ქრისტიანობისათვის და უნდა ქრისტიანი და იაზრებდა და ესმოდეს მისთვის რა არის ნების კვირა, იწყება დიდი ორშაბათიდან, ეს დღეებსაც ექვე დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხშაბათი, დიდი ხუთშაბათი, მერე ყველაზე მძიმე დღე ეს არის წითელი პარასკევი, ანუ დიდი პარასკევი, შაბათი და მერე უკვე შაბათს უკვე უდიდეს დღესასწაულს ბრწყინვალე აღდგომას ვხვდებით. რატომ მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ დღის გააზრება და რატომ გვესმოდეს განსაკუთრებულად ამ ბოლო დღეების მნიშვნელობა. პირველ რიგში თუ ადამიანს ვერ მოახერხა თუნდაც ამ დიდი მარხვის დაცვა და ვერ საკუთარი თავი ვერ განაწყვა ამ დიდი მარხვისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო კვირაში მაინც ჩაერთოს ადამიანი ამ მარხვის სახურებაში და ეს ბოლო კვირა მაინც გამოუხატოს პატივისცემა ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთს არაფერში არ ჭირდება არც მარხვა, არც ლოცვა, არც ზიარება, არაფერი. ღმერთი უჭირველი არის. მარხვა გჭირდება ჩვენ, თვითონ ჩვენ დაგავჭირდება მარხვა, ჩვენ გჭირდება ეს ლოცვა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანის სულის განწმენდისთვის და ადამიანის დაფიქრების, რომ უნდა დავფიქრდეთ რა მოხდა შენთვის. და როცა ამ დღეებზე ფიქრობთ ერთ რამეზე, რომ ფიქრობთ იმაზე, რომ რამხელა მსხვერპლი გაიღო მათ ცხოვრებამ თვითონ ჩვენთაგანისთვის. ღმერთი გამკაცდა, წარმოიდგინეთ, ღმერთმა მიიღო ადამიანის ხორცი და ღმერთი ადამიანებმა გავასამართლეთ, ანუ ღმერთ ადამიანებმა ღმერთს განაჩენი გამოუტანეთ. და წმინდა იოსტინ პოპოვიჩი ამასაც საოცარ ამას, რომ იმდენად საშინელება ჩავიდეთ ადამიანმა, რომ შენო ადამიანი უკვე ადამიანდაც კი აღარ უნდა იწოდებოდა ეს საქციელი ჩავიდეთ ადამიანებმა, რომ ღმერთს წარმოადგენენ განაჩენი გამოუტანეთ, ანუ გავასამართლეთ ღმერთი, დავიბარეთ, მივიყვანეთ, ცილი დავწამეთ, წარმოადგენენ ღმერთს, სახეში ვანერწყვეთ ღმერთს, დავამცირეთ ღმერთი, შესამოსელი გავხადეთ, დასაცინი გავხადეთ ადამიანებმა, დავცინოდით კვერთხი დააჭერენეს ხელში, გეკლის გრგვინი თავზე დაადგეს და რატომ რისთვის გავაკეთეთ ეს ყველაფერი ადამიანებმა, აი რისთვის ქენ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ და რა გააკეთა ქრისტემ? ბრმას თვალი აუხილა, კელობელი განკორნა, გველაპარაკა სიყვარულზე, გვესაუბრა სიკეთეებზე და ჩვენ ამ დროს მას როგორი განაჩენი გამოუტანდა. როცა ადამიანი ამას იაზრებდა, ხვდები იმას, რომ შენც თანამონაწილე ხარ ამ ჯაის მინდა კარგად გაიაზროს თვითონობა ჩვენთაგან, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი რომელიც არ იცავს მარხვას, არ გამოხატავს პატივისცემას ღვთის მიმართ, ის არის თანამონაწილე ამ ჯვარცმისა. ჯვარცმა მხოლოდ იმ პერიოდში არ მოხდა, როცა მოხდა. ჯვარცმა ყოველდღე ხდება, როგორც აღდგომა, თითქმის ყოველდღიური პროცესია და ჩვენ ყოველდღე ვართ აღდგომაში. ანუ ყველა კვირის არის იგივე აღდგომა, ზუსტად იგივე არის ჯვარცმა. თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ცოდვებით მაცხოვარს ვაკრავთ ჯვარზე. ანუ გამოგვაქვს განაჩენი ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრა იმისთვის, რომ შენ არ შეგეცოდა, რომ შენ ცოდვებიდან ეხსენე, რომ შენ ამ ცოდვებიდან გამოეხსენე, შენი გამოამოვიდა, ანუ ქრისტემ შენი ცოდვები საკუთარ თავზე იტვირთა, ამან საკუთარ თავზე აიღო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთს ძალიან უყვარს, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და შენ თუ ადამიანი ხარ და შენ თუ საკუთარ თავს ადამიანს უწოდებ, როგორ შეიძლება შენ ამაზე არ დაფიქრდე და შენ ამის მიმართ შენი პატივისცემა არ გამოხატო. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ბნების ამ ბოლო კვირის განსაკუთრებულად დაცვა. იცით რომ დიდმა ბოლო კვირას ადამიანები თითქმის საკვების მიღებასაც კი ერიდებიან და ისე იღებენ საკვებს, რომ ფიზიკურად არ წაიქცეს, არ გაუწ, ანუ არც კი ფიქრობენ აი საკვების მრავალფეროვნებაზე, ანუ როგორი საკვები მიიღოს, რა საკვები მიიღოს, ზოგი წყალს და ყურზე ინახავს თელს მარხვა, ზოგი რაღაც ისე იღებს საკვებს, რომ რაღაცნაირად ჯანმრთელობა არ დაუზიანდეს, მაგრამ თან რომ რაღაცა საკუთარი სხეული რაღაცა ბოლომდე ამოწუროს ქრისტეს სიყვარულში. იმიტომ რომ ჩვენ მარტო სულიერი ჩვენ შედგებით ხორცისგან და შედგებით სულისგან. ამიტომ ეს ხორცელი მარხვაც უნდა ეს ფიზიკური მარხვა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სულიერი მარხვაც და განსაკუთრებულად დიდ მარხვაში ადამიანებმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ აი ღვთის წინაშე როგორ გამართე და რა სიმაღლეზე მივიდე და მე ყველას ვთხოვდი, აი განსაკუთრებით ვინც ამ ვიდეოს მოისმენს, ვინც დღეს ამას უყურებს, ვთხოვთ რომ აი ამ ვიდეოს მოსმენი და მაინც დაიწყეთ ამ მარხვის შენახვა და თქვენი პატივისცემა გამოუხატეთ ღმერთს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო კვირის სახურების დასწრებას და რატომ? იცით რომ ბოლო კვირაში, დიდი მარხვის ბოლო კვირას ყველა დღე არის ძალიან დატვირთული მსახურებებით, იკითხება 4-ვე სახარება,
ადრე მაგათ ადამიანებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ და სახარება ადამიანებს დიდი მარხვის ამ დიდ მარხვაში თეთრ დავიდან მთელი წმინდა წერილი იკითხება ხოლმე თავი ძველი აღთქმა ყველა ფსალმუნი იკითხება და ყველაფერი იკითხება და ადამიანები ეკლესიაში ისმენდნენ თელ ამ სახურებას და დიდ მარხვაში განსაკუთრებულად ბოლო კვირაში არის სახარებების კითხვა ჩართული ბჟავნობებში და ადამიანი არ დაჩენილიყო ღვთის სიტყვის გარეშე ყველა ქრისტიანი ვალდებულიყო წელიწადში ერთხელ მაინც წაეკითხა წმინდა ახალი აღთქმა ესე აუცილებლობა არის არ შეიძლება ქრისტიანი ქრისტეს სიტყვას არ კითხულობდე და ვისაც ადრე არ ქონდა მის საშუალება რომ წაეკითხა ეს სახარება ეკლესია თვითონ უკითხავდა ამას და დიდი ბოლო კვირის განმავლობაში ადამიანები ესწრებოდნენ ამ სახურებას და თითქმის ამ სახურებას თელი ასებით ისმენდნენ თელ ამ სახარებას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები ამ სახურებებს დაესწრონ ვისაც არ აქვს საშუალება რომ სახურებას დაესწროს ის ჩვენ ტაძარში სპეციალურად ჩვენი გვერდი გვაქვს Facebook გვერდი გვაქვს სადაც ონლაინ ვიღებთ ამ ყველაფერს და ვდებთ ამას რომ ადამიანებმა ვინც ვერ ახერხებს სახში მოусმენ ამ სახურებას თუ ძალიან თუ ვერ მოახერხებთ ტაძარში მოსვლის მაინც უნდა მოახერხო რომ ამას ამ სახურებას მაინც მოусმენო ხოლმე თუ იმასაც ვერ ახერხებ რომ ამ სახურებას მოусმენო სახში მაინც შეიძლება წაიკითხო 4-ვე სახარება და ამ კვირაში რაღაც აიყო სახარება და თლიანად ეს 4-ვე სახარება წაიკითხო სახში ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ სახურებას შეერთოს რაც შეეხება თუ ამ დღეებისგან რატო არის მაგ დიდი ორშაბათი დიდი ორშაბათს ვიცი ჩვენ რომ მაცხოვარმა უნდა ყოფო ლეღვისხე უბრძანა რომ განხმარიყო იმიტომ რომ ესე აყვავებულიყო ლეღვისხე ანუ ჩანდა რომ და წესით აყვავებულ ხეს უნდა ქონდა ნაყოფი მაგრამ მას ნაყოფი არ ყავდა განმარტებული ეს გავს ქრისტიანებს ადამიანებს რომლებიც უბრალოდ ქრისტიანები არიან მონათლულები არიან სახელით ქრისტიანად იწოდებიან მაგრამ მათ თავიანთი ცხოვრებით ნაყოფი არ მოაქვთ და ესეთი ხე აუცილებლად გახმება და აუცილებლად მოიკვეთება მე ამიტომ თუ ჩვენ აღარ დავფიქრდეთ იმაზე რომ ჩვენ არ დავამსგავსოთ იმ ლეგვის ხეს რომელიც უბრალოდ გარეგნულად გავს ქრისტიანს მაგრამ შინაგანად მას ქრისტიანული ნაყოფები არანაირი არ აქვს დიდ შაბათს განსაკუთრებით 4 შაბათს ვიცით რომ ეს არის უმძიმესი დღე 4 შაბათი 4 შაბათი არის მაცხოვრის გაცემის დღე როცა იუდამ გასცა მაცხოვარი ამით კაცობრიობამაც გავეცთ მაცხოვარი უღალატა თავის თავის მასწავლებელს მამას იუდა თავის თვალით ხედავდა ქრისტეს როგორ აუხელდა ბრმებს თვალს როგორ კურნავდა როგორ აღადგინა მკვდარი მიუხედავად ამისა რომ ის ხედავდა ქრისტეს მოღვაწეობას მას მაინც თავის უმოკლეობას ვერ აჯობა და მან ქრისტეს უღალატა ამიტომ ჩვენ არ უნდა მივემსგავსოთ იუდას რომელმაც ეს ქრისტე გასცა და რომელმაც ქრისტეს უღალატა ერთ-ერთი ქალბატონი მიდის მაცხოვართან სახარებაში აღწერი და ის ნელსაცხებელი მექვს მაცხოვართან და ნელსაცხებლის ამ ჭურჭელს გატეხავს კიდევაც და მაცხოვარს ფეხებს ბანს ცრემლებით ფეხებს ბანს ამ უძურფასეს ნელსაცხებლით და თმით ფეხს უმშრალებს და ვიცით ჩვენ იუდას დამოკიდებულება და იუდა ამბობს ეს რამეს რომ აი რატო დახავჭეთ ეს ნელსაცხებელი ამ მაცხოვრისთვის შეგვეძლო ეს ნელსაცხებელი გაგვეყიდა და ამარა გაჭირებულს დახმარებოდი და სახარებაში წერია რომ არ არასჭირდა მათ უპოვრებისთვის ანუ მას საკუთარი თავი აწუხებდა იმიტომ ის პარავი იყო და გვადრუქცი პარავდა და რამდენი ადამიანი ესეთი რომ ესეც დაფიქრდა რომ რამდენი ადამიანი ეს აი ეკლესიაში შედაყვედრიან ხოლმე და ამბობენ რომ ეკლესიაში ამას რატო აკეთებენ რატო წერავენ ამას და თვითონ არასდროს არ შეუწიათ ეკლესიისთვის ზოგადად იუდას ემსგავსებენ ეს ადამიანებიც ესე იქცევა და ადამიანი რომელმაც საკუთარი ცნებებით შეინანა თავისოდები და ყველაზე ძვირფასით მოემსახურა ქრისტეს ნიშნავს იმას რომ ჩვენც ყველაზე ძვირფასი უნდა შევწიროთ ქრისტეს ჩვენი ცხოვრების წესი ჩვენი გული ჩვენი ლოცვა ანუ ღმერთი შენგან ყველა ძვირფასი წირავს და ღმერთი ეუბნება რომ მან ეს ყველაფერი გააკეთა იმის რომ ჩემ დასაფულად ქნანის რომ მე ამ ხორცელ ცხოვრებას ვამთავრებ ჩემი ხორცელი ცხოვრება ამოიწურება და დამთავრდება და მან ამის ყველაფერს გააკეთა მის სახელი ყოველთვის მოიხსენება ანუ სადაც სახარება წაეკითხება ყველა ახსენებს ამ ადამიანს ამ საოცარ საქციელს ეს მიგვანიშნავს იმაზე რომ თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრება უნდა იყოს ბოლომდე მიღწეული ღვთისათვის ჩვენი ცხოვრება უნდა მეუსმოთ ღმერთს და ჩვენი ყველა საუკეთესო უნდა შევწიროთ ღმერთს ჩვენი საუკეთესო ლოცვა ანუ ჩვენი ლოცვა გულიდან ამოსული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი მთელი არსებიდან დავიხარჯოთ ქრისტესთვის და ყველა ძვირფასი ღმერთს უნდა მივუწყოთ დიდი ხუთშაბათი არის უმნიშვნელოვანესი დღე ვიცით ყველა რომ დიდ ხუთშაბათს დაწესდა ზიარების საიდუმლო მაცხოვრმა დააწესა ზიარების საიდუმლო და ამით გვეუბნება მაცხოვრი რომ თუ გინდათ რომ მე გამიხსენოთ აუცილებლად თქვენ წმინდა ზიარება უნდა მიიღოთ ანუ ზიარების მიუღებობა როცა ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანს ეძახის წარმოდი არიან ადამიანები საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები რომლებიც არიან მონათლულები ქრისტიანები არიან მაგრამ შეიძლება იყოს ადამიანები რომელსაც ერთი თვე წმინდა ზიარება არ მიუღია არა თუ ერთი თვე შეიძლება იყვნენ ქრისტიანები არხმადებლები რომელსაც ერთი წელი ნაზიარები არ არიან და შენ თუ ქრისტეს იგჯერა და შენ თუ სახარებს იგჯერა შენ მაშინ სახარებს წყურს როგორ არის რატო არ ეზიარებ მაშინ რატო არ იღებ წმინდა ზიარებას ეს ზიარებაში ხო ქრისტემ დაგიწესა მან გითხრა რომ ჩემ მოსახსენებლად გააკეთეთ ეს ანუ როცა თქვენ ამ წმინდა ზიარებას მიიღებთ ამით მე გამიხსენებთ
და მე კიდე უმძიმეს დღე წითელი პარასკევი ეს არის აი ალბათ ყველაზე რთული დღე ჩვენ ცხოვრებაში, როცა მაცხოვარი ჯვარზე გავაკარით, გავროზგეთ, გავშოლტეთ მაცხოვარი, სახეში ვანერწყეთ მაცხოვარს, განაჩენი გამოვოტანეთ მაცხოვარს და ის მას ჯვარი დავადეთ, ჩვენი ჯვარი და ჯვარი ვატარებინეთ მას გოლგოთამდე მივატანეთ ეს ჯვარი მაცხოვარს და ეს ყველა უნდა გავიაზროთ თითოეულ ჩვენგანი ამ ჯვარცმის თანამონაწილეები ვარ თითოეულ ჩვენგანი და უნდა შევძლოთ რომ მას ეს ჯვარი შეუსუბუქოთ როგორც შეუსუბუქეს მას ჯვარი ჩვენც შეუსუბუქოთ მას ჯვარი და უნდა ჩვენ შევძლოთ რომ აი მასთან ერთად ქრისტესთან და ჩვენ ჯვარი ვიტვირთოთ და მასთან ერთად ეს გზა გავიარეთ მას ქრისტესთან ერთად რაც შეეხება დიდშაბათს თითქმის ყველა ტაძარში დილით უკვე გამთენისას დილის 4 საათზე იწყება მსახურება ჩვენ ტაძარში 4 საათზე იწყება დილის მსახურებას არის ღვთისმშობლის დატირების მსახურება მაცხოვრის ამ წესსაგების მსახურებას ეძახიან დილიდან ტარდება ეს მსახურება ცისკარსტებით მაცხოვრის გარდამოხსნის შემოტარებით ტაძარში შემოტარებით და ძალიან მნიშვნელოვანია დიდი შაბათის მსახურების დასწრება იმიტომ რომ მაცხოვრის წესსაგების მსახურება ტარდება დილით და უკვე დიდ შაბათს რაღაცა რო თავდება ხოლმე ეს წირვა ისე მოძიება ხოლმე და ყველა საუწყოს გზა რომ დიდი შაბათის უკვე წირვის ჩატარების შემდეგ რაღაც ახალი სიხარული იბადება იმიტომ ჩვენ ვთქვით რომ აღდგომა მოდის უკვე აღდგომის სიხარულს ვერთები და ის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ყველამ რაღაც ეს ერთი კვირა წელიწადის განმავლობაში ეს ერთი კვირა ყველაზე რთული კვირა და თუ ქრისტიანი ხარ და თუ ეკლესიის წესები გეს აი ალბათ ამ პერიოდში უნდა შეძლო ყველაფერი გადადო რომ ამ ყველა მსახურებას დაესწრო აი აუცილებელია ამ მსახურების დასწრება და უნდა შეიწუხო საკუთარ და შეავიწყო ცოტახან ეს ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი თავი რომ შენ შეძლო ყველა მსახურებას დაესწრო და მე მოდის უკვე ყველაზე დიდი და ბრწყინვალე დღესასწაული ეს არის აღდგომის დღესასწაული დღესასწაული აგვირგვინი დღესასწაულთა ხშირად მიფიქრია ხოლმე ჩემთვის სონვებ აღდგომის დღესასწაულზე არ მინდა რომ ვიქადაგო კიდევაც იმდენად დიდი აღდგომა რომ აი ხშირად მე რიდება ქადაგების იმიტომ რომ როგორ უნდა იქადაგო აღდგომაზე რა შეიძლება აღდგომაზე თქვა ალბათ ვერაფერსაც ვერ იტყვი აღდგომაზე ვერაფერსაც ვერ იმიტომ რომ იმდენად აღდგომა თვითონ ქადაგებს საკუთარ თავზე და იმდენად დღესასწაული საკუთარ თავზე და მეტყველებს რომ შენი ბაგი ალბათ დადუმებული უნდა იყოს და ალბათ ეს ვალდებულება რო არ ქონდეს ქადაგებისა არასოდეს არ უნდა აღდგომას ვიქადაგო. არასოდეს არ უნდა, რომ თვითონ დღესასწაულის ძალა ისეთი არის და ეს საოცარი სიხარული და მინდა რომ თვითონ აი ვინც ამ ქადაგებას მოისმენს, ამ ვიდეოს მოისმენს, მინდა რომ ყველას ვთხოვო რომ ეს ადამიანმა გაიაზროს და რატომ უნდა გაიაზროს რომ თუ ჩვენ არ გავიაზრეთ წითელი პარასკევი, ჩვენთვის დიდი აღდგომა არასოდეს აღდგომა არ დადგება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია თუ შენ არ გაივლი გოლგოთას ქრისტესთან ერთად თუ შენ ჯვარს არ ეცმევი ქრისტესთან ერთად თუ შენ არ გაივლი მაცხოვრთან მის ჯვარცმას და მისი ტკივილი არ გეტკინება აღდგომის სიხარული შენში არ შემოვა ვერ შემოვა აღდგომის სიხარული და მარტო ის რომ აღდგომით გაიხარო ამას ვერ შეძლებ ვერ მიხვდები ამას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ გავიაზროთ ეს ნების დღეები რომ მე აღდგომის სიხარულს შეხვდეთ სხვანაირად აი აღდგომის სხვა დამიჭერეთ აი მინდა რომ ყველამ დაიჭერს რომ ვერაფრით ვერ გაიაზრებთ რა არის აღდგომა თუ ვერ გაიაზრეთ წითელ პარასკევს თუ წითელ პარასკევს არ გეტკინა ქრისტესთან ერთად თუ წითელ პარასკევს არ გაეკარე მასთან ერთად ჯვარზე თუ წითელ პარასკევს შენი ცოდვები არ დაფალე ქრისტესთან ერთად არ ჩამარხე მიწაში შენი ცოდვებით არ იბრძოლე შენ ცოდვებთან მაშინ ეს აღდგომის სიხარული შენში არ შემოვა და მე უსურვებდი ყველას რომ რაღაცნაირად თვალი გაესწორებინათ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცოდვებისათვის, საკუთარი ნებებისათვის და თხოვონ ღმერთს აი ჯვარცმულ მაცხოვრს წელს პარასკევს მოვლენ და დადგებით მაცხოვრის გარდამოსოთ თხოვეთ რომ აი ღმერთო შემიდე და მაპატიო რომ ესეთი ვარ, ესეთი უგუნური ვარ, ესეთი ცოდვილი ვარ და თხოვ დამეხმარე რომ რაღაცა აი შენ წინაშე რაღაცა გამართე და შენ წინაშე შევძლო წინა და მართალი ცხოვრება რომ შეხვდე ამ აღდგომის ამ საოცარ დღესასწაულს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ როცა ადამიანი დიდ მარხვას იცავს და მთელი მარხვა შეინახავ და განსაკუთრებით ბოლო კვირას ნების კვირა შეინახავ და ეშმაკის სუწულოს რომ ეს მადლი წაგართვას და ხშირად და ხოლმე რომ აი სუწულოს რომ ეს აგაგლიჯოს ღმერთმა ეშმაკმა ეს ყველაფერი და წაგართვას ყველაფერი და ძალიან შეიძლება მას გაუფრთხილდეს აი აღდგომის შემდეგ როცა დადგება ეს დღესასწაული რომ რაღაცა შენ ეს ყველაფერი არ დაკარგო რაც ამ ბრძოლით მოიპოვე ღვთის წინაშე ამდენი საკუთარი თავის შევიწროებით შეწუხებით მოთხოვე საკუთარ თავს და მე ეს არ უნდა დაგიტო რომ ხშირად დაახოლმე რომ ადამიანები როგორც კი ეს გახსნდება ხშირად მეცემენ ხოლმე ღრეობას თვრებიან რაღაცა მეცემენ აყროვანებას მთელი ამ პერიოდში რომ მარხულობენ ხოლმე მე ძალიან ბევრ საკვებს იღებენ ხოლმე და მე ძალიან ზიანდებიან ხოლმე მე ესეთი წესი ბოლო წლებში ესე მაქვს ხოლმე რომ
ადრე მაგათ რო ხსნდებოდა ხოლმე ფიქრები ვწყებდი ხოლმე ჭამას ხოლმე და ახლა საერთოდ აი ცდილობ რომ მე აი გახსნების შემდეგაც რომ რა შეიძლება ნაკლები საკვები მივიღო და რაღაცა ძალიან ბევრი საკვები არ მივიღო იმიტომ რომ აი ნენელა მინდა რომ თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობასაც ძალიან საზიანო როცა ბევრ საკვებს იღებ და არასდროს იყובები ხო ეგეც ვერი გაზიახ ხო თელი 40 წელი ახლა გამომშრალი სხეული თითქმის საკვებს არ იღებ შეწუხებული გავს საკუთარი სხეული გამომშრალი სხეული ამ საკვების არ მიღების გამო და უცებ რომ ამ სხეულს უცებ ამდენ საკვებსაც ძალიან ძლიერ საკვებს გადაამუშავოს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამასაც ადამიანებმა ყურადღება მიაქციოს და ამ ბრწყინვალეში იდეური სიხარულში ყველა ერთად გავიხაროთ და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ადამიანებმა ამ აღდგომას ღრეობა და არ აქციოს აღდგომა და აღდგომის სიხარული შეერგო მე ესე ვაკეთებ ხოლმე რომ აღდგომას ჩავდივარ ხოლმე ჩემთან სოფოში ჩავდივარ ხოლმე ყოველთვის აღნიშნავთ ოჯახთან ერთად და მე რესურსები ხოლმე აღდგომის დღესაც რაღაცა 2-3 საათი გამარტოვდე ხოლმე სადმე ჩემთვის მარტო დავრჩე რომ ეს აღდგომის სიხარულით გავიხარო რომ რაღაცა ეს შინაგანი სიხარული ეს აღდგომისა შემომივიდეს და სულ რაღაცა გავიპარები ხოლმე ზოგჯერ თმეუნები მეძინება მეთქი ვეთქვი ხოლმე და თუ შეიძლება წავალ დავიძინე მეთქი და ოჯახის წევრებს მიგებენ და მე ჩემთვის ვიკეტები და რა დამაზინებს აღდგომა დღეს როგორ აღდგომა დღეს დავიძინე მაგრამ ღამე ნათე ვარ ძილი მინდა ვეუბნები და ძილი კი მინდა რომ ფიქრი მინდა ამის შეგრძნება და ყველას უწოდებ რომ რაღაცა ეს აღდგომის დღეს ეს სწავლი სწორად გაატაროთ რომ რაღაც ეს მადლი რაც მათ მიიღეს ამ მარხვის შედეგად და ამ დიდი მარხვის შედეგად რომ ეს ყველაფერი არ დაკარგონ ამას ურჩევდი ყველას რომ ყველა ამ აღდგომის სწავლით გავიხაროთ და ქრისტე აღზრდა და შეგვეწეს მისი მადლი